My left stroke just went viral. Right stroke put a baby in a spiral. Say my name. Okay. Soprano C, we like to keep it on the high note. გამარჯობა. დღეს ჩვენ ვითამაშებთ UFC-ს 8 იუთუბერთან ერთად. G2G არის ჩვენი მასპინძელი ფულრულ მაფიაში დიდი გუნდში. და როგორც მე ოფიციალური წარმომადგენელი ფულრულ მაფიის ამ ტურნირში საპრიზო ფონდს 1000 ლარს გამოვხდი. მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა 1000 ლარი იმ ადამიანს, ვინც ჩვენს დღევანდელ შეჯიბრში გაიმარჯვებს. მარტო ერთი იგებს? პირველზე ვინც გავა იმას აჩუქი 1000 ლარი შენ პირადად. ასევე გამარჯვებული მიიღებს მერაბ დვალიშვილის ხელმოწერილ UFC-ს ოფიციალურ ხელთათმანებს, რომელიც ეთანდა გამოგიგზავნა. მაგარი საჩუქარიერი. ეხლა მოვიყვანთ მონაწილეებს და მე და G2G-თან გავერთობით იმათი შემყური, რადგან ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას. მე ძალიან ძლიერი ვარ UFC-ში ყველა სულით. მე ვაფშე არა. გიო არ თამაშობს. და მე მინდა რომ ამ ვიდეოზე 10000 ლაიქი იყოს და 10000 ლაიქს რო დააგროვებს ეს ვიდეო, მე სხვა იუთუბერები მოვიწვიოთ კიდე. და გამომწერებიც. ნახოთ. პირველი მონაწილე. დამატებებს გისურვებთ. მადლობა ჰიტუნი. პოზი მოვიდა თავის ჯოისტიკით. აბა ვიშეხტები გავიგოთ. ნომერი 2. შენ შეხვდები იმ ადამიანს, ნომერი ვინც ამოიღებს პირველს. ჩვენი მეორე მონაწილე, თვით ლაშა გელაშვილი. სალამ ჰიტა, მიგესალმები შენს მაყურებელს, მე ლაშა ვარ და მე გახლავართ პატიოსანი მოქალაქე. ეს ოზის ხონდა წერა. ეხლა ჩემი არის. მე ოზის ჯოისტიკით მოვედი. ოზი თავის მოვედი, მე ოზის ჯოისტიკით. ვაა, როგორი დაძაბული ბრძოლა და გაიჩიტა. ოზი როგორი თამაშებს, სხვისი ჯოისტიკით მოინტერესებს. ვაა, დამატებებს გისურვებთ. გაიხარ. გამარჯობა, როგორ ხარ შევხვდით, ხო? ჩვენი შემდეგი მონაწილე, თვით ლუკა კალატოსი. რაზე ვარ მოსული? ახტება დღეს. გავიგოთ ეხლა ვის ხვდები პირველად. ჩვენ საყვარელი მებრძოლი ვინ არის? რაბანა ხო არ იქნება? ილია თოფური. 8. შენ შეხვდები ადამიანს, ვინც იქნება 7. იმედია რაბანა არ იქნება. ჰავა შენიც წარმატებები. წამეძინა. პირველ რიგში ძალიან მიხარია, რომ შენს ვიდეოში ვიქნები პირველად ვარ და ძალიან ისე აღტკინებული ვარ. გაიხარე? აღტკინებას მივესალმები. გაიხარე, მადლობა რომ მომიწვიე, შენს მაყურებელს მივესალმები, ეს მაგარი კაცი გამოიწერეთ, მე არ გამომიწეროთ, არ მჭირდება მართლა. მე უკვე დავხურე. ამას ერთი ახი ქონდა, ავიდა სადაც საჭირო იყო და გავხდა. და დავიკიდე რა, იმიტომ რომ ეგ ჰაი ლეველი ჩემი ის არ არის რა. მე დაბლა მინდა მომყოფო. დაბლა ანდერდოგი და მე დაბლა უნდა მომყოფო, რომ მეტი წნეხი მქონდეს, რომ წნეხში ვარ ხოლმე ვერი მაგარი. კარგად ყოფნას ვერ ეგუები. ვერ ეგუები. მე სულ დაგრუზული უნდა ვიყო. 6-ია? რადგან არის 6, ჯერ შენი ოპონენტი არ გარკვეულა. რაღაცა ჩავაწყოთ, გადაგიხდი ამის. შემახვედრე ნობიჩეს. არ გამოვა იქ. აუ ის პატიოსადი კაცი ვინ არის ჩემი, მენა გამიტრაკა. მადლობა ძალიან დიდი და რავი, მაგარი ვიდეოა ცა. აი ეს ფანტასტიკური ადამიანი მოვიდა. დაუსაბსკრაიბეთ 4000 გამომწერი ყავს და რაბანა და ლუკა არის თავისუფალი და არა 5-ია. რაბანა შეხვდა. დაბა ბოდიში რა, მართლა ვიცი რომ ეს გაწევს ბოტოქსი ახალი შეშებული გაქვს, მაგრამ უნდა გამოუშვათ რა, სხვა გზა არა. დამატებები ვა. Face-off-ის სად არის? Face-off-ი მეც იქნებოდა ბიჭებო. ჩამოვიდა კაცი ამერიკიდან. როგორ ახარ ხიტა? ნოჩომამალი, აბა ვნახოთ ვის დაეტაკები. დიდი მნიშვნელობა არა აქვს პრინციპში ჩემთვის, მაგრამ სამიანი. სამიანი. ჯერ არ ვიცით ვის დაეტაკები. რატო? უბრალოდ მერხი რა. ასე არის ძმა, ასე არის ძმა, რა გინდა? წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. აი გიო ჩამოვიდა საფრანგეთიდან. ეს იუთუბერი დადიან ესე სხვადასხვა ქვეყნებში. შეხვდები შუგას. აბა შენც წარმატებები. ორი ემიგრანტი ერთმანეთს. გამარჯობა, სადა ვარ? როგორ ახარ ხიტა? გამარჯობა სლენდერ არც. ვის შეხვდები ცირინგზე? ავის. ლუკას ხვდები. სლენდერ არის პრო საჭესთან. ჯგუფში არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ წარმატებებს გისურვებთ და face-off-ზე მაქსიმალურად შევეცდები, რომ გავამართლო იმედები. იმენ არ წუდეს. ო დაგწევი იყო. ძალიან ღირსეულად იბრძოლე. ფრემორჩა პირველი ჭუბი 5 რაუნდია. მოსყიდული მსაჯები შონომალის ხო იცი იყო თვის ესე მსაჯები. ის ხობი იყო? ბიჭო, კი, გაასწორა. გამოვეგდეს, მაგრამ ეგ არაფერი კაცო, თავი არ გავერთეთ. გავერთეთ. კი. ეხლა ვის გულს შემადგენლობ? რა თქმა უნდა, კაშაბელაშვილს. აბა, იმედი ამოიღეს. პირველი რაუნდი მორჩა, 5 რაუნდიანი ფრე ითამაშეს, ეგეთი რამე არ მეკითხავს. 8 რაუნდი იჭხუბეს და დაძაბულ ბრძოლაში ბოლო მომენტში გაიმარჯვა ლაშამ. გიგოცავ? მადლობა.
მადლობა. შენ ხა ხვდები ვინც მოიგებს შუგასა და ნონსენსას შორის. ოზის ჯოისტიკით გავაგრძელებ თამაშს. სიმბოლურად თუ შევძლებ მეჭვება, მაგრამ თუ შევძლებ ოზის ჯოისტიკით გავიმარჯვებ. მინიმუმ შევეცდები რა. აბა შენ წარმატებები. აი, ხო, რატო არ იღლება? ხო? გალიბი, გამართუჩი. მოვიდე? ომალი მოიგო. არც ხმენია, მე ავ. ვინერია? გიო იყო მერაბა და შონომალი მოუგო შონომალით. შენ ყველაზე დახვეწილ და სუპერ ვიდეოებს აკეთებ YouTube-ზე, მთელს ქართულ YouTube-ზე, ამიტომ შონომალი თუ გწევა მაგაზე არის ჯაბა. აბა, მადლობა რომ მონაწილეობთ. არ შეერწყო ჩემი ცემა რა. ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ. კოუჩებმა გუშინ YouTube-ზე ტუტორიალებს ჩაუჭექი რაღაცებს და არც ერთი ტუტორიალიდან აღებული ილეთი არ გამიყენებია, მაგრამ როგორ ხარც მოუგე. მაგრამ ეხლა ხვდები ლაშას და ძალიან მეშინე, იმიტომ რომ ოზის მოუგე. შეიძლება ისე დაიკეცო და დაჯა. არ ვიცი რა. პირველად ვითამაშე რომ იცოდეთ და ის ჩემზე გამოსტილი იყო, იცოდა რაღაცეები, კომბოები და რაბანა ამოღამებს ფორმულას და იქ მისი მოედანი. ძაბა რა, ჯიჯი და შუტერებში ვერც ერთი ვერ ჯობნის YouTube-ზე იცოდეთ რა. მაგარია, გიოცა რომ მოიგე, პირველი ოპონენტი ძლიერა შეხვდა, მაგრამ რატო ჩამისცეს? წარმატებებს გისურვებ ძალიან დიდი მადლობა. ის მომიყვანე რომ გილაპარაკა ჩემ გვერდზე, მე არაფერს თქმა არ. ძალიან დიდი მადლობა, მოკლედ ჩემი ოპონენტი არც ისე სუსტი იყო, რომ იცოდე, უბრალოდ მე ვარ ძალიან ძლიერი და ჩემ ფონზე შეიძლება სუსტი გამოჩნდა. თორე შესანიშნავად იბლოკავდა დარტყმებს, უბრალოდ მე ზემოთ ოვერჰენდი, ილიას ოვერჰენდი, მაინც დაუბლოკავია რა. Why Elias? And the little butterfly. Oh. Au, gavana! Ilia topuria. მე ვიცი რომ შენ თავი ძალა საჭირთან არის და ესე საჭყობარად რო გამოგცადეთ როგორი გამოცდილება იყო? ნორმალური იმის სკოლობაზე რომ არ ვიცი საერთოდ UFC-ს თამაში 1-2 კაი დარტყმა გავაკეთე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძლიერმა გაიმარჯვა და ხო, დაიმბრუნეთ ჩემი საჭე. აბა შენც მადლობა მონაწილეობისთვის. მადლობა შენ. შენ გაიმარჯვე ილია თოპურიათი, გილოცავ. ნამდვილად თვალის მარჯვენა ნოკაუტი იყო. კი, ძალიან დიდი ბოდიში სლენდერასთან ძალიან მიყვარს, მაგრამ ესე გამოვიდა. გილოცავ ესეთი მაგარი ფილიალი გაიხსნა მაფიის. ადამიანები მოდიან მაფიას თამაშობენ, უდიდესი სიყვარული აქვთ, ათენებენ ამ ყველაფერში და ოცნება რაც ქონდა მაფიის პირველად რო დავიწყეთ ინტერნეტში, Zoom-ში. მაგის დაკრისტალებული ვერსია არის უკვე ამ სამყაროში და ძალიან მიხარია და ძალიან დიდი პატივისცემა შენ რომ ესე შენი მიზანი ბოლომდე მიიყვანე და კიდე ჯერ დიდი გზა გაქვს, მაგრამ ახლა სანადიც მოხვედი, ესეც ძალიან მაგარია. მადლობა შენ თანადგომისთვის. და მაინც როდის იწყება მაფია? ახლა არის მარტი და მაფიის ახალი მეხუთე სეზონი დაიწყება მარტში და პირველი რაცემა დაიდება 29-ში. აი ექსკლუზივი მესმის. ნახეთ რაღაცი გაიჩიტა. რამდენი გაკლია 100-მდე? 900-500 მილია ზუსტად. აი ზუსტად. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იუთუბერი ხარ, ვინც ყოფილა YouTube-ზე, იცი? არა.
ანუ ეხლა როგორც უცებს მოგემატა ბევრი, ეგეთი არ ყოფილა ალბათ. კარგი საპორტერი მყავს. და შენი ჩელენჯი ალბათ უნდა შეასრულო და ჩვენს დავეხმაროთ აქედან როგორც შეგვიძლია და მადლობა. რამდენი თვე დარჩა? წესი დარიგით 3 ნახევარი. ხო, ნახევარზე მეტი დარჩა და ნახევარზე მეტი გამომწერები უკვე მოაგროვე. კი, ზუსტად ნახევარზე მეტი ყავს. ხო, ამიტომ კარგად მიდიხარ და დაუსაბსკრაიბეთ, დაგიტოვოთ ლინკს. მადლობა. აბა შენიცი. აბა ეხლა face-off-ი მაჩვენეთ. საჯება გამყიდეს ბიჭო. აქ ბიჭო, ხო, ეგრე არის. ხოჭო, კარგად იცხოვე. ის უბრალოდ უფრო მონდომებული აღმოჩნდა. ხო, იმას უფრო უნდა ხელთათმანები. მე მაქვს მერავის ხელთათმანები და დაუთმე ბასტოს უბრალოდ. ძალიან შემართებით იყო რა ბასტო, ძალიან უნდა მოგივიდე. გაიჩხობი იყო და დაუთმე, მოდი ესე ვთქვათ. მადლობა მონაწილეობისთვის. ხულებით მოგების ხო ეს. ხო, თან ვერც გაგტიშა. ვერც გამტიშა. ეხლა რომ დავცხოთ შეიძლება? რეალურად. მე თანახმა ვარ, იმიტომ რომ ძალიან ვეცადე მართლა რომ ლუკას მოიგო. გილოცა მოგებას და გასასვლელი ვიყავი, ყველაფერი უქენი, არ უბლოკავდი მუცელს, არ უბლოკავდი თავს, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, შეძლო და წააგო. ხოჭა, შენ ფანტასტიკური ადამიანი ხარ. კი. ფუ! ეხლა შენ შეხვდები შუგასა და ლაშა გელაშვილს შორის გამარჯვებას. მე ბიზნეს შემთხვევაში მეცდები რომ წავაგო. ფინალში ხარ უკვე. აი, ნახევარ ფინალისტი ბიჭები. აი, ესა ჩემი მომენტი. აუ რა იდიოტი ხარ. ადი. აი. ოჰო, აი, შეკო ვერა მოგე რა თქმა. სამწუხაროდ გამოვარდი. სამწუხაროდ, მაგრამ ველოდი ძლიერი მოწინააღმდეგე მყავდა. საკმაოდ. მაგრამ ნახევარ ფინალში ახვედი მაინც და სულ შორომალით ითამაშე რატო? კი. და მე ჩემი მაქსიმუმი დავდე და ჩემი კოუჩები ამაყები არიან ჩემით დარწმუნებული ვარ. ნახევარ ფინალში რომ მოვიდი უკვე გამისწორდა და წარმატებები, რავი, ვინც მოიგებს. გილოცავ ფინალში გასვლას. მადლობა. ძალიან ღირსეული გამარჯვება მოიპოვე, მინდა გითხრა. ცოტა გამიმართლა ასე ვიტყოდი, ამ აი ეს მოვიდა უკვე. ძალიან გაილახება ლაშა. კი? ან არა? არ გაილახება ძალიან. მაგრამ წააგებს ლაშა. Okay. Unfair. Sulira dagde, midi. Okay. Stamina agar pisara. ჯითუჯის ვეტყვი რომ სანამ 1000 ლარს დამაყრის გაყავი და 500 ამ კაც დააყარე. ხუთი იმას. ეგარი. ახლოს უყავდო. როგორ? შენია ნახება. ეს არ მახსოვს. მე ამისთვის ვიბრძოლე. არის. აი მოშნე ბიჭები, თამაშს ლაშა გაიმარჯვა, გილოცავ ლაშა, ბასტოშენს მიულოცე. ესე ეს არის ჩვენი. მე გადავწი მაშინ რომ პარივარში რომელიც ედანდამ გამოგვიგზავნა მერაბდვალიშვილის ხელთათმანები ორიგინალური უებსეს და მერაბის ხელმოწერით. ხო არ გადაობს. ძალიან მაგარია. მადლობა სეტანტას, მადლობა ფულრუმ მაფიას და მადლობა ჰიტას რა. მადლობა ყველა თქვენგანს, ვინც მიიღეთ მონაწილეობა და იმედია ძალიან საინტერესო გამოვიდა. კიდევ მინდა ერთი ამბავი ვთქვა, რომ ეხლა გურამ ხუთათელაძე ჭულოს რამდენიმე დღეში და წარმატებები უსურვოთ ყველამ და უგულშემატკივრად თელმა ქვებიჭო. მადლობა ჯითუჯის და ფულრუმ მაფიას. ძალიან დიდი მადლობა ლაშა კიდევ ერთხელ.